თურქეთში რომ გოგონას გაუკეთეს ჯადო, ამის ვიდეო, აუდიო მე დავდე წინა სტორებში, მაგრამ რატომღაც ხმამ არ ჩაიწერა და გახეული მაისურიც დევს იქ, მაგრამ მოდი, რადგან ხმა არ იყო, თქვენი მოთხოვნით აქ თავიდან ვისაუბრებ. მოკლედ, ყავს გარეგნობით ძალიან ლამაზი გოგონა, კლიენტი, რომელიც მუდმივად თურქეთში არ ცხოვრობს, მაგრამ აქვს საკუთარი, ვიმეორებ, საკუთარი სახლი, ბიზნესი და უმეტესი წილი ატარებს დიდ დროს თურქეთში. სანამ რაიმეს იპოვიდა სახლში, მანამდე ძაღლი კატასავით დაიწყეს ჩხუბი მან და თავისმა საყვარელმა ადამიანმა. მამაკაც გულისხმობ. პლუს ამას გოგონას დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. მუდმივად თაუბროს ხვევა, რამოდენიმეჯერ გულით წაუვიდა, უხასიათობა, ბიზნესში ცუდად წავიდა საქმეები, მოკლედ, მაგრამ ეს ჩემი კლიენტი ვერაფერს ვერ ხვდებოდა. მოკლედ, დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ ჰქონდა სახლში ნაყიდი მაისური და საკმაოდ კარგი ხარისხის ყველაფერს ხედულობს ეს ქალბატონი და დაინახა რომ გახეულია. რისი ფაქტიც თქვენ გაქვთ წინა სტორის სურათებში. თქვენ ცით 21 საუკუნეში რა რთულია რამის დახევა, როდესაც ძვირფას მანქანაში ჯდები, გადადიხარ, გადმოდიხარ. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო. გოგონა სახლში ბოლოს რომ გაიხსენა შედიოდა თავისი დაქალი და კიდევ ერთი მეგობარი, სხვა არავინ და ყავს პატარა ძაღლი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლეიბის ქვეშ, სადაც ზინავს, იპოვა ჯადო, ეს დახეული მაისური კიდე ერთი რაც დავდე და კიდე 1-2 პალტოსავით, მანტოსავით ესეთი დახეული. მიმართა მე თურქეთში რამოდენიმე ადამიანს, 1-2-3 თვე, მოკლედ ერთი სიტყვით და ბოლოს მოვიდა ჩემთან რამოდენიმე დღის წინ. და რა თქმა უნდა, რომ მას აქვს მუსულმანური ჯადო გაკეთებული, რომელიც დაშორებაზეა გაკეთებული და ჯანმრთელობაზეა გაკეთებული. ნეკრომაგია მოგეხსენებათ ახლა და მუსულმანური ჯადო ერთად რა კომპონენტი იქნება და რა, ესე ვთქვათ, საშინელობას მოუტანს ადამიანს, ხო წარმოგიდგენიათ. ამიტომ მეგობრებო, სულ ვიძახი, გაიკეთეთ დაცვის ამულეტი. ვეღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს დაცვა ტყუილად ვიძახი მე, არა მეგობრებო. შურით იწყებოდა ომები, შურის გამო. ფრთხილად იყავით.